შინაური ცხოველების, კონკრეტულად ძაღლის ყოლა სიამოვნებასთან და კეთილი ნების გამოვლენასთან ერთად ზრუნველობასაც გულისხმობს. ძაღლებთან ურთიერთობა მხოლოდ მათი გამოკვებით და გასაინებით არ შემოიფარგლება. არსებობს პასუხისმგებლობა პატრონის მხრიდანაც, რომელიც მას ვალდებულებასაც უწესებს. სხვადასხვა ქვეყანაში არის წესები და კანონები, რომელიც ძაღლის ყოლისას გასათვალისწინებელ დეტალებს შეიცავს. ამ თემაზე საქართველოში არაერთხელ დაგეგმილა სემინარები, მათ შორის თბილისსა და ქუთაისშიც. მაგრამ როგორც ძაღლის ფსიქოლოგი ამბობს, ისინი დიდი ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა. მათი უმრავლესობა, ვისაც ძაღლი ყავს, უმეტესად იმას აქცევს ყურადღებას, როგორ გამოიყურება ის ვიზუალურად. ფსიქოლოგი ამ თემასაც ეხება და ამბობს, რომ ვარსკვლობა ძაღლის მოვლის დროს საინტერესო კომპონენტია, თუმცა სხვადასხვა ჯიშის ძაღლებთან მიმართებაში სხვადასხვარი მიდგომაა საჭირო. დავაპირე ორჯერ სემინარის მოწყობა, ერთი თბილისში და მეორე ქუთაისში. ქუთაისში არ მოვიდა არავინ, როცა დაპირებული იყო დაახლოებით 300 კაცი. და თბილისში მოვიდა ერთი მეგობარი, რომელმაც არ იცოდა, რომ სემინარი მქონდა, ისე შემომიარა იმ დროს. ჩვენი სემინარები და ისწავლებები არ მუშაობს. ჯობია თვითონვე ვივარჯიშოთ აი ეს რა ინტერნეტით და სხვადასხვა საშუალებებით. დაახლოებით 2 წელი არას თბილისში ძაღლის ბაღი ბალტო გაიხსნა. ის ერთადერთი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამიერკავკასიის მასშტაბით. ისიც უნდა ითქვას, რომ თბილისში გაჩნდა მოთხოვნილება დაწესებულებაზე, რომელიც დღის განმავლობაში ძაღლის შენახვასა და პატრონობას უზრუნველყოფდა. გაიხსნა ძაღლების ბაღი, ხოლო კომპლექსში შედის სკოლა, სალონი და სასტუმროც კი. სალონური მომსახურებით ზოგადად სარგებლობენ როგორც პატარა ზომის ძაღლები, ისე დიდებიც. ან აუცილებელია სალონში ძაღლის ტარება, მით უმეტეს თუ ყავთ ესეთი პატარა იორკშირ ტერიერი, რომელსაც ბეწვის ხარისხი აქვს ადამიანის მსგავსი, ძალიან ეხო, აი ხედავთ ახლა გრუმინგამდე როგორ გამოიყურება იორკშირ ტერიერი და გრუმინგის შემდეგ უკვე მოწესრიგებული. ანუ ეს ხოდახოდ არა ჰიგიენური თვალსაზრისით არის აუცილებელი, ჯანმრთელობისთვისაც კარგია, იმიტომ რომ როცა ბეწვს ეხება ძაღლს ბეწვი, ის უკვე შეიძლება კანში შეიზარდოს, გაუღიზიანდეს, იფხანოს, ინფექცია შეიყვანოს და ასე შემდეგ. ვაკეთებთ ნახატებს, აი პუდელზე შეიძლება გვირილა დავახატოთ, მთლიანად შევღებოთ და ძალიან სახელის რაღაცას ვაპირებთ გაზაფხულიდან რომ დავიწყოთ. გრუმერის საქმიანობა საფრანგეთში გაიფურჩქნა მონარქიული რეჟიმის დამხობის შემდეგ და ამ სალონების ხელოსნებად ჩამოაყალიბეს კლასიკური ფრანგული პუდელის ვარსკვლობა. გრუმერობა ძირითადად ძაღლებში დამკვიდრდა როგორც დამოუკიდებელი საქმიანობა თავისი პროფესიული საიდუმლოებებით. თბილისი ქალაქი, სადაც ძაღლები უყვართ, სადაც მათ ყოველდღიურად ასეინებენ, სალონში დახავთ, ანებიურებენ, თუმცა არის ერთი დელიკატური დეტალი. ადამიანებს, ვინც მათი ოთხფეხა მეგობრის ფეკალისგან დაბინძურებულ გარემოს სწორედ ამ ინსტრუქციის მიხედვით წმენდნენ, ჯერაც ამრეძით უყურებენ. სახში ძაღლი რო ყავს, ის რო შვება, იმას ხო ხელით წმენ და უფრო ცუდად ვარ. არ ჯობია ვისწავლოთ გარეთ, კარგად, სწორად ყველაფრის გაკეთება და საერთოდ პრობლემა არ ვიქნება. ამის პირდაპირ ახან ესეთი პირდაპირ კითხვა იყო, პირდაპირ ამ ექსკრემენტების აღებას არაფერი არ უნდა. ხდება რაღაცა წამებში. ცელოფანს გადაიხევ ხელზე, იღებ და კრავ, მორჩა. მთავარი დეტალი, რომელსაც გრუმერებიც და ძაღლის ფსიქოლოგებიც გვიმხელენ, ისაა, რომ ძაღლის პატრონთან ერთად მისი მოვლელიც უნდა იყოთ და რაც მთავარია, სწორედ ძაღლის სიყვარული და გარშემოყოფთა პატივისცემის გამო უარი არ უნდა თქვა თუნდაც მაინც-დამაინც არაკომფორტულ დეტალებზეც.